ყველას მოგესალმებით. დღეს ვერ დავდებ ვიდეოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაზე და ამ ვიდეოს გადავიტან შემდეგ კვირისთვის და ეს ვიდეო შევა ცნობილ პიროვნებების ბიოგრაფიებში. დღეს მე მოგიყვებით ვალიკო ჯუღელზე. ის სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. ამ პერიოდში ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და მონაწილეობას იღებდა 1905 წლების საპროტესტო დემონსტრაციებში. 1912 წელს დაასრულა სოხუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციაში. 1916 წლის ზაფხულში ვალერიან ჯუღელი დააპატიმრეს თბილისში და ჩასვეს მეტეხის ციხეში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიემხო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლიდან კი ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი. 1917 წლის დეკემბრიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს წითელი გვარდიის, 1918 წლის ივნისიდან სახალხო გვარდია დაარსდა ჩამოყალიბების საქმეს. 1917 წლის 12 დეკემბერს მისი მეთაურობით გვარდიელებმა დაიკავეს თბილისის არსენალი და განაიარაღეს იქ მდგომი რუსული გაბოლშევიკებული სამხედრო ნაწილები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი არჩეულ იქნა სახალხო გვარდიის მთავარ შტაბის წევრად. მთავარი შტაბის ნომინალური მეთაური იყო ნოე ჟორდანია, თუმცა პრაქტიკულად სახალხო გვარდიას ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა. იგი პირადად უჩვენებდა თანამებრძოლეებს ბრძოლის მაგალითს, სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობას. იბრძოდა სახალხო გვარდიას ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა. იგი პირადად უჩვენებდა თანამებრძოლეებს ბრძოლის მაგალითს, სამხედრო მოქმედების მიმდინარეობას. იბრძოდა პირველი რესპუბლიკის პერიოდში წარმოებულ ყველა სამხედრო კონფლიქტში. მის შესახებ რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო ატაშე სიტინი საიდუმლო მოხსენებას წერდა. დიდი მონაცემების მქონე პიროვნება ძალიან მიზანდასახულია. აქვს დიდი პირადი სიმამაცე, გამბედაობა და გამხნევების უნარი. ღირსმოყვარეა, ურჩევნია სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში მეორე. სამხედრო საქმეს იცნობს პრაქტიკულად საკუთარი სიმამაცის წყალობით. ბრწყინვალე ბელადია. 1919 წელს ვალერიან ჯუღელი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით გახლდათ სამხედრო კომისიის წევრი. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას ოსიაურის ბრძოლაში 4-დან 6 მარტამდე მსუბუქად დაიჭერეს. 1922 წლის მარტში ვალიკო ჯუღელმა მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა. ჩაება ანტისაბჭოთა ბრძოლის პროცესში. 1922 წელს სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა რესპუბლიკის მთავრობის განსახილველად გაუგზავნეს საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გეგმა. 1923-1924 წლებში სპეციალური წვრთნა გაიარა საფრანგეთის რესპუბლიკის 34 ქვეითთა პოლკში. 1924 წელს
თანამებრძოლებთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, შემდეგ გავიდა თბილისში, სადაც შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს. 1924 წლის 6 აგვისტოს საქართველოს SSR-ს საგანგებო კომისიამ ჩეკა დააპატიმრა. ჩეკაში მას უჩვენეს აჯანყების გეგმა, რის შედეგადაც ვალიკო ჯუღელმა დარწმუნდა რა აჯანყების წარმატების დასრულების შეუძლებლობაში თვითმკვლელობა სცადა, თუმცა უშედეგოდ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ჯუღელმა მოითხოვა თანამებრძოლეებთან შეხვედრა, რათა აჯანყება გაეუქმებინათ. ჩეკამ ამისათვის გაანთავისუფლა პატიმარი ვანო ღლონტი, მაგრამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცეკამ მიღებული წესებით თანახმად, რომელიც ჩეკას მეშვეობით დაპატიმრებულ 551 თანამებრძოლესთან კონტრაქტს გამორიცხავდა. ვალერიან ჯუღელს უპასუხა, რომ აჯანყება არ იგეგმებოდა. ვალიკო ჯუღელმა თანამებრძოლეებს გაზეთ კომუნისტიდანაც მიმართა აჯანყების გაუქმების მოთხოვნით. 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ 30 აგვისტოს ვალიკო ჯუღელი თბილისში დახვრიტეს. მან ცხოვრა საქართველოსთვის ბოდიში ცუდამისთვის მან ცხოვრობდა საქართველოსთვის და მოღვაწეობა მისთვის, მაგრამ გარდაიცვალა იმის გამო, რომ ხალხმა არ მოუსმინა, მაგრამ მაინც დამარცხდნენ საქართველოსთვის სამწუხაროდ. მალე გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დალაიქეთ ვიდეოები, დაწერეთ კომენტარები და მოთხოვებთ სხვებსაც და გააზიარეთ ყოველი ვიდეო. ნახვამდის.